მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. დღეს პატარა გასაუბრებას გავაკეთებ თქვენთან მიმართებაში. ის ადამიანები დავუშვათ, ვინც ენერგეტიკულად ძალიან, ასე ვთქვათ, დავალ ვიბრაციებზე ხართ და ან ძალიან ენერგიულები ხართ. ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად, ვინც ძალიან დიდი ენერგიის მატარებელია და აი ბუბუქარი რაღაცა ზღვა ენერგია აქვს, უნდა ატაროთ ვერცხლი აუცილებლად. თქვენ რაც მოგერგებათ სამაჯური იქნება, ყელსაბამი იქნება თუ ასე შემდეგ და გარდა ამისა სხვათა შორის ვერცხლის სამაჯურებზე, როგორც აი ესე თილისმებზე კეთდება ძალიან კარგი შელოცვები და ჩემთან უკვე მზადდება ესეთი თქვენ სახელზე ვისაც აინტერესებს მორგებული ოღონდ იქნება ვერცხლში ჩასმული ეს ნატურალური ქვები. იმიტომ რომ ძალიან კარგად მუშაობს დაცვაზე რომ იცოდეთ ვერცხლის ნივთები, მაგრამ ეხლა მარტო ვერცხლი არა, რა თქმა უნდა, ზედ უნდა იყოს გააქტიურებული შელოცვები რომ იცოდეთ. ვისაც დავუშვათ პირიქით სუსტი ენერგია გაქვთ, არ შეგიძლიათ რაღაცა, უნდა მოიხსნათ ვერცხლის ამკაული, ზოგს ცეფი უკეთია, ზოგს სამაჯური და უნდა ატაროთ ოქრო ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ოქროს გააჩნია ზუსტად ეს ენერგია, რომ აი ენერგიას მატებს და ეს ემოციურად თუ კი ძალიან ან შიზოფრენია თუ გიწერიათ დიაგნოზი ან რაღაცა ესეთები, მაშინ ოქრო უნდა მოიხსნათ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ატაროთ, რომ იცოდეთ. და ეს უნდა გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ოქროზე შეიძლება შესაბამისი შელოცვები გააკეთოთ, ვინც იმიტომ რომ მქონდა ესეთ შემთხვევა, ქალბატონო ნინო ესე მასო არ მიყვარსო ვერაფრითო ესეთი ან ყელსაბამი ან რაღაცას ვერ დავიბნევ, მე უნდა მებნიოს ოქრო. კი ბატონო, შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ არა ხართ ემოციური ტიპაჟი ოღონდ და ცოტა ენერგიის ნაკლებობას უჩვით, ამ შემთხვევაში ძალიან კარგი არის. სხვათა შორის ბრილიანტი რომ იცოდეთ, ასევე ძალიან კარგი არის დაცვისთვის. თუმცა ეს არის ის ნახეთ, ისეთი ძლიერი ენერგია ყველასთვის, რა ვიცი, ცოტა რთული არის. ამიტომ ამას სჭირდება განსაზღვრა, ვინ შეიძლება ეს ბრილიანტი და ოქრო ატაროს. ეხლა რაც შეეხება, ძალიან კარგი არის ასევე საათი, ჩემო თუ კი შეიძენთ, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს ეხლა 20 ლარიან საათებზე არ არის აქ საუბარი, კარგი ხარისხის, ვფიქრობ, რომ საათები წავაწყე გაყიდვაში. და რა ხდება? რა თქმა უნდა, საათზეც კეთდება შესაბამისად, უნდა გაიწმინდოს უპირველესად, უნდა შეირჩეს თქვენი დღე რომელი არის და რომელ დღეს ჯობია ამ საათის გაკეთება ხელზე, ნახეთ და იმ დროს ხდება სპეციალური შეჩურჩულებები, რომელსაც ესე ვერ გასწავლით, იმიტომ ვერ გასწავლით, გეტყვით, რომ ყველას თქვენი მონაცემები, ანუ თქვენი რუკა როგორც გაქვთ, ესე არის, თქვენი დღე გაქვთ და შესაბამისად რა გჭირდებათ, დაცვა გჭირდებათ, დავუშვათ თუ წარმატების თუ ფინანსების მოზიდვა გჭირდებათ. აი ამ მაგ დროს ეს უნდა იყოს გათვლილი, რა დროს უნდა დავუშვათ შეიძინეთ საათი და უკვე ეს არის ძალიან კარგი დაცვა და რომელ ხელზე უნდა დაიბნიოთ, ეს უნდა იყოს გამოთვლილი თქვენზე, რა თქმა უნდა. ჩემთან კი ბატონო ესენიც კეთდებათ, რომ იცოდეთ მაგ ყველაფრის და ძალიან კარგი არის როგორც დაცვისთვის, ასევე წინსვლისთვის, წარმატებისთვის და ზოგადად შეგიძლიათ დავუშვათ თუ კი გინდათ რა ვიცი, ვარაქა წარმატება, შეიძინოთ საახალწლო ვარიანტებში, ახლა ჩემთან რო შეიძინოთ, ჩემთან ესე საათები არ არის, მაშინ უნდა შემიკვეთოთ და კი ბატონო შეგაძენინებთ თქვენი თუ არა და აიცი, მაშინ თქვენმა შეიძინოთ და მერე გეტყვით, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოიხმაროთ. ხო, ეხლა მასე ტაროს გაშლაზე ვინც ეწერებით და მაშინ მკითხოთ, ესე არა, ეს ძალგე უნდა ჩაუждდე და გამოვთვალოთ თქვენზე, რომ იცოდეთ, ასე რომ ძალგე მომსახურეობა არის. და რა თქმა უნდა, იქ უკვე სპეციალურ სიტყვებს ეუბნებით, აქტიურებთ, ესე ვთქვათ, და მუშაობს, ძალიან კარგი არის, ზოგადად ამას ყოველი ახალ წლის წინ თუ გააკეთებთ. თუმცა
1 საათით შეგიძლიათ გარკვეული წლები რა თქმა უნდა ატაროთ, ხო? მე ვგულისხმობ ასევე სასურველი არის იყოს ვერცხლი ან ისევ დავუშვათ რაღაცა პატარა ოქროს რაღაცა ჩანართი პატარა ისეთი კონდეს, ხო? ახლა ბიუჯეტურებიც არის. ან რა ვიცი, ძალიან ისეთი ფარშევი ახლა პლასმასის საათები არა ჩემკარგო, იმიტომ რომ აი ზუსტად იმ მეტალს, თუნდაც ვერცხლი იყოს, თუნდაც ოქრო იყოს, მნიშვნელობა აქვს თავისი გამოაცხადე უკვე და ესე მუშაობს. თუმცა საათსაც თუ მანდა მაინც ვერ შეძლებთ ესე და არა გაქვთ მომგდენი საშუალება, საათშიც შეიძლება ცოტა ოღონდ თქვათ 2 ლარიანს ნუიყიდით. გააკეთოთ ეს ყველაფერი. დღეისთვის სულ ეს იყო, პატარა ინფორმაცია მოგაწოდეთ, რადგანაც ესეთი ჩაწერები მე მანდა მაინც არ მჩვევია, შევეცდები რომ აწი ჩავწერო და მოგაწოდოთ ინფორმაციები. დაგემშვიდობებით.